ეს იქნება ჩვენი პირველი ოჯახური გასვლა დიდ თოვლში, ნუ ეს პირველი ზამთრის ლაშქრობაც. მოამზადებთ უგემრიელ სტეიკებს კოცონზე, დავტკბებით ამ საოცარი ბუნებით და დარჩით ჩვენთან ერთად. გადმოვედით მეგობრებო ტყისკენ. ტაისონი უკვე ვეღარ ითმეს, ცალკე ნუეც უკვე გონი მაგარ მუღამშია. საერთოდ თუ ხდება ნეტა. ხოდია მათ ჩახედე. ტაისონს რაღა უნდა. ნახოთ აბა. კარგი ადგილი უნდა ვიპოვოთ. ნახეთ რა ლამაზი თოვლი მოსულა აქეთ არც ვიცოდი. აუ, კაი დიდი თოვლია მეგობრებო. შეხედეთ. თითქმის მუხლებამდეა. მაგარია ძალიან ახლა ნინი და ნუეც გადმოვლენ, ტაისონსაც გადმოვუშვებთ. დედიკო და ნუეც გადმოვიდნენ. მეგობრებო, მოკლედ დარჩით ამ არხზე, აქ დაიდება ხოლმე ჩემი ნინის და ნუეს ლაშქრობები. ეს იქნება ბიბიერვალდისგან გამოყოფილი, მხოლოდ ჩვენი ლაშქრობები იქნება ხოლმე აქ რა. და ნახავთ ხოლმე ნინის და ჩვენს ნუეს. ახლა კალიასკით აკატავებს ნინი და მე მან მომეცი რა. ხო. მე მანამდე რაღაცებს გავამზადებ. ტაისონიც მშვენივრად ერთობა. ესეც რომ გითხრათ, ბარემ ახლა ვიმყოფებით მანკოდაში. თბილისთან ახლოს არის. ვისაც ესე გინდათ ოჯახთან ერთად წამოხვიდეთ, აი მანქანიცადმე მოხვიდეთ, ცეცხლი დაანთოთ. მანკოდის მამათა მონასტერი თუ გსმენიათ, თუ გაგიგიათ, აი ჩვენს თავზეა ზუსტად მანკოდის მამათა მონასტერი. მონასტრამდე გზაც ადის. თუ კარგი მანქანა ყავთ და შესაბამისი საბურავები გაქვთ, მშვენივრად ამოხვალთ. და სხვა სეზონებზეც ძალიან კარგი ადგილია რა, მშვენიერი ტყე არის. გარშემო ფიჭვებია, სხვადასხვა ფოთლოვანი ხეები. ხო. კი. და ღამით კიდევ ტურები. მე სიმართლე გითხრათ მეგობრებო, ზამთრის საბურავებს არასდროს არ ვიყენებ, მიყენია ბრიჯსტოუნის ატეები და რავი, ყველგან მშვენივრად დავდივარ რა, თოვლში სანამდეც მანქანას სიმაღლე ეყოფა. ყოველთვის ჩვეულებრივად დავდივარ თოვლშიც და ყინულზეც. ამიტომ ზამთრისებზე არ გადავედი რა, რადგან კარგად დადის, ჩემი აზრით საჭირო აღარც არის. აქეთ მაგარი დიდი თოვლია. ეს მეგობრებო, კარგი რაღაცები გვაქვს წამოღებული, ვაპირებთ რომ შევწოთ სტეიკი, როგორც ნინი აპირებს რომ შეწვას. მე სკამებს გავშლი ახლა ჯერ. ვინც არის ამ ადგილს მაინც თუ ვერ მოაგნებთ, რუკაზე ჩაწერეთ მანკოდის მამათა მონასტერი რა. და გიჩვენებთ ძალიან მარტივი გზა, ტრასიდან გდანს გაცდები თუ არა. ტრასიდანვე მალევე არის ჩამოსახვევი. უნდა გადაკვეთო მდინარე, რომელზეც ბეტონის გზა არის დაგებული. და ამოხვალ ტყეში. აქედან უკვე მე საუფროუდე გზებიც იწყება. საკმაოდ ცუდი საუფროუდე გზები, აი. თუ მართლა კარგი მანქანა არ ყავ ვერ ივდი რა. ტაისონ. მოდი ტაისონ. ტაისონ. აი პირადად მე მეგობრებო აქაურობა სულ შემოვლილი მაქვს, უკვე ყველა წერტილი ვიცი ამ ტერიტორიაზე აქედან ნურიომდე. მე და ნინი აღმოვაჩინეთ თავის დროზე, გახსოვს ნინი? რა? ეს ადგილი. რომელი? აქე? ზოგადად. ეგრე ხო? და შეყორებულები რო ვიყავით პირველად და საქმოვებით. დავდიჭი ხო აქე დავდიჭი. ნუ ეს ქესიც აქეთ გავიგეთ. აუ, ტაისონ, გუნდად გადაიქეცი. მოდი ჩემთან, მოდი, მოდი. ნინი, ძაღლი არ დავკარგოთ. შეხედე. თოვლში
გააცურა. ტაისონ თავს ჩან. აუცა. მეგობრებო, მე შეშა მქონდა წინასწარ მომარაგებული ცოტა რომ აი კოცონი თავიდან დამენთო რა. აი სადგან ნუე მოყავდა პირველად ზამთარში. არ მინდოდა რომ დიდხანს ესა მეწვალა ცეცხლზე. ნუ ეს თემაში. მანქანას თუ არ დავამტრებ, კარგი იქნება. ნოე, მამიკო. მამიკო. მოდი, მეს როლე გუნდა, მოდი. აჰა. შენ მომაოწეს გვეგუნდავები კიდეც. ორის რო გახდები. შედარი გუნდა. ნოე, ნახე? ძირს უნდა ისო. ხო, ძირს უნდა მოეწონა. ნახე ნოე, უცებ. ახლა დავჭრათ ნოე ცოტა დიდი ზომები. აქეთ მინდა დავანთო ცეცხლი, იმიტომ რომ უფრო ისეთი ადგილია, რა ზემოდან არაფერი ცვია, ამიტომ ამას ცოტა გადავანთო. აქ გავაკეთებ კოცონს. მინდის და ნუ ეს ცეცხლი გავუმზადე. ნუ ეს როგორც ჩანს ჩემთან უნდა და მაგიტო ტირის. ამიტომ ახლა მე გადმოვიყვანა ნინი გააგზელებს. მეგობრებო, ეს არის ნოესთვის პირველი შემთხვევა, როდესაც ცეცხლს უყურებს. ხო იცით როგორი მაგარი რაღაცა როს აისო დამაცადე ლაპარაკი. როს ზიხარ და ესე ცეცხლს ვერ დახურებ. ხო და ნუე დატკბი. კიდევ ბევრი შემთხვევა გექნება ასეთი. მოკლედ მეგობრებო, ნუ ეს უნდა რომ ძირს იჯდეს და იბოდიალოს რა და იმედია როგორმე გავაჩერებს და გაგვაჩერებს თვითონ აქ. ეს რა მოვიღო? დავი თუ გინდა. ნოე აბა დავდოთ. რა არის? საბარგულის არის, ეგრო საბარგული არ დაისვაროს ხოლმე. ხო და მაშინ ამას დავუჭერ. დღეს ჩვენ გვინდა ნუე ნაკვერჩხალი. შესაბამისად ასე მივაწყოთ კარგა შეშარო. კარგი კოცონი აგიზგიზდეს. წარმოიდგინეთ, ნუ რო ცოტა წამოიზრდება და ასე რო დადგება. იცი? ფეხის მიდება უნდა, ნახე. მაიმუნო. ახლა ვიწყებთ საჭმლის მომზადებით. წამოღებული გვაქვს საქონლის სტეიკი. ერთადერთი წამოვიღე, რადგან უნდა მომზადო და აქ ვერ დავიბან. ისე კარგად. თან ყინავს. გვაქვს ორი სტეიკი წამოღებული. ტაისონი არ მშორდება. ეს ნახო ვერ ნახო. კარგი, აჰა, პატარას მო. აჰა, მოსაკც. აჰა. გამოვიყენებთ აჯიკაიეს ცითელ წარი აჯიკას, რომელიც არის იდეალური ყველაფერში. მართლა ძალიან მწარია. მაგრამ მინდა პატრის გიყვარს ცხარეები. ყველა კერჩი უშვები აბსოლუტურად ისეთი გემრიელია, რომ აი არაფრის დამატება მე აღარ სჭირდება ხოლმე. საოცრად გემრიელია. ეს ჭრილობა არ გეკონათ, რომ აქ მივიღე. სახლში დავიწყე ცხობის დროს.
ნახო ისევ სისხლი წავამივიდა. ასე დავდო? ხო, დადე როგორც გინდა. დროებით რა. ხო. ჩემო სიყვარული. რა დაინიხარ, დედიკო. რა დაინიხარ? პატარა მელაკოდა ხარ, ვარდები დედიკო. ეხლა უყურეთ ნოე როგორ დადის. ვაიმე, შენგან აცვალე. კარგი ნაკვერცხალი დადოს. წესით ეყოფან ეს ნაკვერცხალი ამას და აღარ დაგჭირდება შეშის დამატება. მე ასე ვფიქრობ. წესით კი. მეც ეგრე ვფიქრობ. მიდი, მოიტანე, მანდ გადავაგდე. სად არის ტაისონი? მიდი, შენ ხო მაგარი ბიჭი ხარ. მიდი. ეს არის ტაისონისთვის ცურვა უფრო. გუნდებს უგდებ მეგობრებო და ზუსტად ის გუნდა მოაქვს მე. ნახე რა საყვარელია. აქ ტაისონმა მგონი რაღაც დაგვიწერა. ესეთი გზები გაიყვანა რა. ნინი რა სასაცილო არის. ტაისონ, აბა შენს ლაბირინთში შემოვედი, იმედი არ დავიკარგები, ხო? შეხედეთ ამას. გამომხედე მასხარა. მოიცა? აქეთ შრალი თორია, ვეღარ გავიგე. მოიცა ნოე, ცეცხლს მივხედავ და ახლავე დაგიჭერ. კარგად დაუბერა. ბულგარულებსაც გავასუფთავებ. ბადრი და ნოეს ასენი გარიან გასულები. მაქამდე დავგებონა მწვანე ბულგარული და მწვანე გურული აჭიკა. ნინი რა სჭა მეცნიდა. ორი არ დაგოვიწყეს. მოდი. ძალიან გემრიელია. ხო? ხო. თუ გინდა. ეს აქეთ? ნუ ის ვერ დავხო რა. მეთქე? პირველი ჯობდა. ასე? კი. ეგ არის ახლა დაველოდოთ. ასე რომ დავადო ბადრი? ნოე როგორი ხარ და თავის გემოს მისცემს რა, ისედაც ცხიმიანი ხო არ გვინდა რომ იყოს. უფრო და რო გადმოატრიალებ, მე ერთხელაც გადმოატრიალებ და მეორე მხარესაც წავისი კარაკი. კა. და მეორე მხარე ახლა უფრო გახურებულია, ეგ მაინც ზემოთაა და თან ცივა. აი ესე რომ დავტოვო. ეგეც შეგიძლია.
აი ხა წაუსი კარაქი უცებ. მოვიღოთ. აუ რა კარგია ნინი. მongari. ორიც იდეალური გამოვიდა. დავამატოთ აჯიკაია. ამის გარეშე საჭმელი არ იჭმევა. თუმეტეს გურული აჯიკის. შევჭამი ყას. მიდი. მongariya. აუ კი. აი უგემრიელესი არის. და ძალიან რბილი. გამაოცე. კურტობს გავხდი. დაისველებ და ეხა ის იმხელა თოვში იყო. არა, მშრალია. სულ მშრალია ნინი შიგნიდან. შეიძლება საერთოდ წყალგამძლეც არის. საერთოდ შეიძლება კი რა აშკარად არის, იმიტომ რომ შიგნიდან არის სულ მშრალი. ზემოთ მოვიშორეთ და ისონ ქვემოთაც. ნუ მოვალ მალე მოვალ. მოძრება ბადრი კენკე. ჩემთან უნდა? დედი ყოდა გაჩარდი ორი წუთი. სო ტაისონ შედი. დაიცან. მოდი. შედი. დაჯიკი. ჩავბაგდით მეგობრებო და ვეშვებით. მზეც ჩავა მალე და ზუსტად ნოეს ძილის დრო არის ახლა რა და სახში რომ მივთ პირდაპირ დაიწინებს. ძალიან კარგი დღე გამოვიდა. კმაყოფილი ვარ. შვენიერი იყო ყველაფერი. თქვენ რა სიტყვით ნინი? ძალიან კარგი დღე იყო და უფრო ხშირად უნდა დავგეგმოთ. კი. ნოეც თანდათან იზრდება და ჩვენც უფრო მარტივი იქნება რა. ახლაც ხო ხედავთ. აი საერთოდ წამოწევ. ახლაც ხო ხედავთ, მაინც რთული იყო, იმიტომ რომ მაინც ერთი წლის არის და ასე თუ ისე მალეს წინდება რაღაცეები. აი ხელში რანსკამზე რო დასვა რაღაც ისე ვერ არის რა და ნენეა წამოიზრდება და მეტ რაღაცას შევძლებთ ერთად. უფრო გავერთობით და უფრო ბევრგან წავართ. შეხედეთ მეგობრებო. მამკოდიდან ჯერ არც კი ჩამოსვართ, უკვე დაიძინა. აი მეგობრებო, ბოლო აღმართს მივადექით. უпроსტად აღმართზე ვარ, ტრასაზე გადავალთ ცოტა ხანში, აქედან დაგემშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა 100.000-მდე, სულ ცოტა გვაკლია. თქვენი აზრით აწევთ კომენტარებში, გამიხარდება ძალიან თუ მოგეწონებათ ამ სტილის ვიდეოც, იმიტომ რომ ჩვენ ამახსე ვაპირებთ, რომ ხშირად ასე ვიაროთ რა. მოკლედ მეგობრებო, მადლობა რომ ვიყურებდით. აი მშვიდობაშიც. აბა, მაგრად.